ეძღვნებოდა ჩვენი ქვეყნის თავგადაკრულ და უანგარო სამსახურს. მე დავკარგე ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, რომელიც გამოჩნდა, ყველაზე სანდო მრჩეველი, ყველაზე დიდი მოკავშირე. ეს იყო წლების წინ უნდა დასრულდეს სპეკულაციები ერთხელ და სამუდამოდ ზურაბ ჟვანიას სახელითა და გვარით. ნაციონალური მოძრაობის ოფისში დღეს ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტის ლევან ჩაჩუას გამართლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაკეთა, რა მოხდა და რატომ ვერ გაიხსნა ჟვანიას საქმე თუ ის განსხვავებული იყო თავის დროზე მოწოდებული ოფიციალური ვერსიისგან. გარდაცვლილი პრემიერის საქმის ექსპერტის ლევან ჩაჩუას მიმართ, რომელიც ოცნების ხელისუფლების მოსვლის შემდეგ 8 თვე პატიმრობაში იყო და შემდეგ გირაოთი გაუშვეს, სასამართლოს კითხვები აღარ აქვს. თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას დღის ამბებს ორზე. მოგესალმებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004 წლებში ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გამთენიისას საბურთალოს 53-ში მდებარე ბინაში ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ იუსუფოვთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპვის ოფიციალურ მიზეზად მხუთავი აირით მოწამვლა დასახელდა. საზოგადოება, რომელსაც ბოლო 4 წლის განმავლობაში პირდებოდნენ, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეს გახსნიდნენ და ეს საქმე სულ სხვა სურათს დადებდა მკვლელობის და არა გარდაცვალების ამ დაპირებიდან მე-5 წლის თავზე იგებს, რომ დასრულდა ჟვანიას საქმის ექსპერტის სასამართლო პროცესები და დადგინდა, რომ ჟვანია და იუსუფოვი გაზით გარდაიცვალნენ. ამ განცხადებას ადვოკატი გიორგი ფანცულაია აკეთებს. მისი ინფორმაციით უზენაესმა სასამართლომ დაახლოებით 6 თვიანი ფიქრის შემდეგ გაიზიარა დაცვის პოზიცია და აღარ მიიღო პროკურატურის საჩივარი წარმოებაში. ფანცულაიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ქართულ მართლმსაჯულების სამივე ინსტანციაში სისხლის სამართლის კუთხით აღნიშნული საქმის წარმოება. მინდა საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ, ხომ იცით არასოდეს წერ ჩემ საადვოკატო სამსახურებრივ სასამართლო პროცესებზე აქ, მაგრამ ეს ეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას საქმეს, სადაც საზოგადოების ინტერესი მუდამ დიდი იყო და მხოლოდ ამ პროცესებზე გაწვდიდით პერიოდულად ინფორმაციას. მოკლედ საბოლოო დასრულდა აღნიშნული საქმე უზენაეს სასამართლოშიც კი და სამივე ინსტანციაზე დადგა ის შედეგი, რასაც თავიდანვე ვამბობდით. ეს იყო საზოგადოების მოტყუება და ტყუილად ედავებოდნენ უდანაშაულო ადამიანს, ცნობილ ექსპერტს ლევან ჩაჩუას სამსახურებრივ გულგრილობას, რომ მან თითქოს არასწორი დასკვნა დადო ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუფოვის სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით. რეალურად კი გაზით გარდაიცვალა. მოკლედ მეგობრებო, პირველ ინსტანციაში დამდგარი შედეგი პროკურატურამ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, იქაც სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულო ცნო, რაც გაასაჩივრეს უზენაეს სასამართლოში, სადაც როგორც წესით უპასუხეთ ჩვენი შესაგებლით, რომ აღნიშნული საქმე კანონიერად გადაწყდა და პირველ და მეორე ინსტანციებში და უზენაეს სასამართლოში განხილვას არ მოითხოვდა. ამავე დროს უზენაესი სასამართლოს განსახილველ საქმეთა კრიტერიუმებში არ ჯდებოდა, რაც თავისთავად მოიცავდა დიდ და ღრმა დასაბუთებას. უზენაესმა სასამართლომ დაახლოებით 6 თვიანი ფიქრის შემდეგ გაიზიარა ჩვენი დაცვის პოზიცია და აღარ მიიღო პროკურატურის საჩივარი წარმოებაში, რითაც დასრულდა ქართულ მართლმსაჯულების სამივე ინსტანციაში სისხლის სამართლის კუთხით აღნიშნული საქმის წარმოება. შედეგი არის ნათელი და სამივე ინსტანციაში გამამართლებელი. დადგინდა, რომ გაზით გარდაიცვალა, აცხადებს ჟვანიას საქმის ექსპერტის ადვოკატი. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ამით უნდა დასრულდეს სპეკულაციები ყოფილი პრემიერის გარდაცვალების თემაზე. დადგინდა, რომ ჟვანიას საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩუა იყო უდანაშაულო და მას როგორი დასკვნაც ჰქონდა შედგენილი და როგორი ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული, ეს იყო სწორი. ივანიშვილის მართლმსაჯულების სისტემამაც კი ვერ მოახერხა სიმართლის დაპირისპირება და იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უსაფუძვლოდ და სამარცხვინოდ სპეკულირებდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებით. განაცხადა დღეს ოთარ კახიძემ. კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ექს-პრემიერის ძმა გოგლა ჟვანია ამბობს, რომ გამოძიების პროცესში ინფორმაციამ გაჟონა. გულისხმობ თუნდაც იმ გახმაურებულ ფირს, რომელსაც ჰაკიმ ფაშას სახელით ვიცნობთ. ახლაც აქტიური გამოძიება მიმდინარეობს და ამაზე მეც ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართდა. გამოძიებასაც ჰქონდა ამ საქმის ცოტა უფრო ადრე გახსნის იმედი, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოჩნდა. თუმცა იმისთვის, რომ სიმართლე მყარი მტკიცებულებები დაამტკიცო, თურმე მეტია საჭირო.
გოგლა ჟვანია, ასევე ელენე თევდორაძე რამდენიმე წუთში იქნებიან დღისამდე ვისტუმრები, მანამდე კი ერთი მთავარი სულ გვპირდებოდნენ 2012-ის არჩევნებიდან მოყოლებული, რომ დაიდებოდა ზურაბ ჟვანიას არა გარდაცვალების, არამედ როგორც მინიშნებები კეთდებოდა სრულიად განსხვავებული ვერსია, მკვლელობისკენ იყო ყოველთვის მინიშნებები და სიმართლეს ფარდა აეხდებოდა. ახალი მტკიცებულებები, რომლითაც საქართველოს მთავარი პროკურატურა ჟვანიას საქმის გახსნას აანონსებდა, არსებობდა. ოცნების პირველი მთავარი პროკურორი კბილაშვილი ღიად საუბრობდა ამაზე, რომ საზოგადოება ახალ სიმართლეს შეიტყობდა, მაგრამ დრო გავიდა და პრაქტიკულად არაფერი ახალი საზოგადოებას არ გაუგია და დღეს უკვე ჩვენ ვიგებთ, რომ სასამართლომ ჟვანიას საქმეზე დაპატიმრებული ექსპერტიც კი გაამართლა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე განსხვავებული ვერსია ვერ მოიძია გამოძიებამ. გოგლა ჟვანია ხსნის ეთერს, ის მარნეულიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი. რუსთავიდან უკაცრავად მე ამერია. რუსთავიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში მე მინდა თქვენგან მოვისმინო, რა ახსნას უძებნით თქვენ იმ ფაქტს, რაც გახდა ეხლა ცნობილი ლევან ჩაჩუასთან დაკავშირებით, რომ აღარ აქვს მასთან კითხვები სასამართლოს. გამარჯობა ინგა, მოგესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. პირველ რიგში სამ ფაქტზე გადავალ, უნდა გითხრათ, რომ ეხლა ვუსმენდი თქვენ სიუჟეტს, მე ვერ ვიცანი ჩემი სიტყვები, რომელიც ციტირება მოახდინეთ, ანუ სიტყვები სწორად იყო წარმოთქმული, უბრალოდ დალაგებული იყო, ასე ვთქვათ, სხვანაირად, სხვა აზრი იყო ჩემ განცხადებებში, რომელიც მე კვირისპალიტასთან გავაკეთე განცხადებები. რაც შეეხება თავად ფაქტს. ძალიან საინტერესო ფაქტი არის თავისთავად, რომ ამაზე საუბარი, ჩაჩუას გამართლებაზე საუბარი რატომაც ხდება ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან. ეს არის ძალიან უცნაური და თან ლაპარაკია პოლიტიკურ სპეკულაციაზე. როდესაც ხდება პარტიის ოფისიდან ამ საქმეზე საუბარი, ეს უკვე თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია და ზუსტად ნაციონალური მოძრაობა ახდენს ამ პოლიტიკურ სპეკულაციას. მათ გადაწყვიტეს ახლა არაფრისგან შექმნან დიდი ამბავი. ჩაჩუას გამართლება ერთ ეპიზოდში, ეს ეპიზოდი არანაირად არ ეხებოდა იმის დადგენას, რა მოხდა იმ ღამეს, რითი გარდაიცვალნენ ზურა და იუსუპოვი. ეს მხოლოდ და მხოლოდ ეხებოდა ჩაჩუას მიერ გამოჩენილ სამსახურეობრივ გულგრილობას. და გეტყვით, რაში მდგომარეობდა ეს გულგრილობა. მე არ ვიცი, რატო ვერ მოხერხდა ამის სასამართლოში დასაბუთება, რადგანაც არსებობს ძალიან მყარი დოკუმენტები, ეს არის ვიდეო ფირი, რომელზეც ჩანს, რომ იმ დროს, როდესაც ხდება ზურას თავის ქალის ტრეპანაცია, ეს ხდება პროჟექტურაში, ჩაჩუა საერთოდ არ მიდის ახლოს ცხედათან. და აღმოჩნდა ისიც, ესეც დოკუმენტურად დადასტურებულია უკვე, რომ ზურას და იგივე უსუპოვსაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები. ზურას თავის არეში აღენიშნებოდა ძალიან სერიოზული დაზიანებები და ჩაჩუამ დასკვნა აი ეს ნაწილი, რომელიც ეხებოდა ზურას თავის ქალას, დაწერა ისე, რომ მას თავის ქალა არ დაუთვალიერებია. ჩემი აზრით, ანუ ამას უნდა ედავებოდა ალბათ პროკურატურა. მე სასამართლო პროცესებს ჩაჩუას არცერთხელად დავსწრები ვარ, იმიტომ რომ ვიმეორებ, ჩემთვის ეს არის უმნიშვნელო ეპიზოდი ამ საქმეში, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ფაქტიური გარემოებების დადგენასთან. რაც შეეხება ფაქტიურ გარემოებებს, რა პირობებში გარდაიცვალნენ ზურა და უსუპოვი, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს და არ დასრულებულა, არასდროს არ გვითხოვთ ჩვენ, რომ გამოძიება დასრულდა. და რა განცხადებებიც კეთდებოდა გამოძიების მხრიდან, იგივე კბილაშვილის მხრიდან, ჩემი მხრიდან, ეს განცხადებები ეფუძნებოდა იმ მტკიცებულებებს, რომელიც მრავლად არის ამ საქმეში და გვაძლევს საფუძველს. მე ყოველ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ მაძლევს სერიოზულ საფუძველს, რომ კიდევ ერთხელ განმაცხადო, ეს იყო მკვლელობა. როდეს მივა
პროკურატურამ დასკვნამდე და როდის შევა ეს საქმე უკვე სასამართლოში, მე ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით. რამდენჯერმე მქონდა ვადებზე საუბარი, მქონდა მოლოდინები, რომ ეს საქმე ბევრად უფრო სწრაფად გაიხსნებოდა, ვიდრე მე სურდა და მეგონა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვადები არ გამართლა. ამიტომ დღესდღეობით ვადებზე ვერ ვისაუბრებ. გამოძიების პროცესი მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. მოლოდინის რეჟიმში, თლად მოლოდინის რეჟიმში არ ვარ, ვიღებ ინფორმაციას რეგულარულად გამოძიებიდან. დამეთანხმებით მე ძალიან აქტიურად ვაშუქებდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ საქმეს და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე, როდესაც გამოჩნდა ახალი მტკიცებულებების საქმეში, უკვე 2012 წლის შემდეგ მაშინდელი მთავარი პროკურორიც მხოლია ეთერში, კბილაშვილი და მასთანაც მისაუბრია და არა მხოლოდ მასთან. იგივე ცალი ფეხსაცმელი და ასვლილი შარვალი, ძალიან ბევრი მტკიცებულებები, ერთი ახალი შეკერილი ფეხსაცმელი, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდა პროკურატურის მტკიცებულებებში, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ დაანონსების მიუხედავად არაფერი აღარ გვსმენია ამ საქმის გარშემო. მე რატომ დავიწყე ახლა თქვენთან საუბარი ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან დაკავშირებით, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მან არ აღნიშნა, არ ჩაატარა ექსპერტიზა თავის ქალაზე, არ აღნიშნა ამ ექსპერტიზის დროს მიყენებული დაზიანება. როგორ ფიქრობთ, როცა სამი ინსტანციის სასამართლო აი დაუშვათ იმ შედეგით ამთავრებს, რა შედეგიც დადგა, როცა ადვოკატმა ფანცულაიამ გუშინ საკუთარ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. ეს ნიშნავს, რომ კითხვები მოიხსნა ამ ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით და მაშინ ხომ არ შეუძლიათ გარკვეულ ადამიანებს, თუნდაც იგივე თქვენ ახსენეთ ახლა ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან რატომ კეთდებაო განცხადება, მაგალითად იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რატომ არ აძლევს ეს საფუძველს თქვან, რომ არ ყოფილა არანაირი გაყალბება ექსპერტიზაში და რომ პირველადი ვერსია იყოს სწორი. აი რა სიტყვით ამ სამი ინსტანციის სასამართლოზე? კიდევ ვიმეორებ, ახლა რატომ ვერ მოხერხდა აშკარა ფაქტის დასაბუთება სასამართლოში, მე მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ. უნდა მიმართოთ პროკურატურას ამ შეკითხვით. კიდევ ვიმეორებ, არსებობს ვიდეო მასალა, რატომ არ გაიზიარა, იყო საერთოდ ეს ვიდეო მასალა წარდგენილი თუ არა სასამართლოზე, მე მაგიც არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემთვის ჩაჩუას პროცესი არ არის პრიორიტეტი, მე ამ პროცესს არასდროს არ დავსწრებია. ჩემთვის არის პრიორიტეტი გავიგო, რატომ არის ჩემი ძმა გარდაცვლილი და რატო არის რაულ უსუპოვი გარდაცვლილი. აი ეს არის ჩემთვის პრიორიტეტი და ჩაჩუას პროცესი არასდროს არ ყოფილა ჩემთვის პრიორიტეტი და მაგიტომაც არასდროს არ ვესწრებოდი. რაც შეეხება ფანცულაიას და ნაციონალურ მოძრაობას, ეხლა ნაციონალური მოძრაობიდან იმდენი აბსურდული რაღაც მოგვისმენია ბოლო წლების განმავლობაში და ეხლა ყველაფერზე კომენტარის კეთება მე მგონი ძალიან შორს წაგვიყვანს. არა, არ გვინდა ამაზე კომენტარები უბრალოდ სასამართლოსთან დაკავშირებით, რადგან სამი ინსტანციის სასამართლოზე იყო საუბარი და ექსპერტს უნდა გავიგე, ინგა ამ საქმეს მინდა მკაფიოდ განმაცხადა. ჩაჩუას საქმეს როგორც არ უნდა დასრულებულიყო. გაამტყუნებდნენ ჩაჩუას თუ გაამართლებდნენ, არანაირი კავშირი არ აქვს რატომ არიან გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი. ჩაჩუას დასკვნაში არაფერი არ წერია იმაზე, ეს ადამიანები გაზით არიან გარდაცვლილი თუ არა. მსგავსი დასკვნა ჩაჩუას მხრიდან არ არსებობს. ანუ როდესაც ფანცულაია ამბობს, რომ ჩაჩუას გამართლებით დადასტურდა, რომ ეს ადამიანები გაზით გადაეცნო, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. დასკვნაში მსგავსი შეგიძლია დამოიღოთ ჩაჩუას დასკვნა, ამიტომ ყველაზე მარტივი არის ამოიღეთ ჩაჩუას დასკვნა და წაიკითხეთ საერთოდ დასკვნაზეა ლაპარაკი და მიხვდებით, რომ რამდენად შორს არის რეალობისგან ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ნაციონალური მოძრაობის
მმართველობის ოფისი. თავი დავანებოთ, მოდით ნაციონალების განცხადებებს მე გამოძიებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, თქვენ ძალიან აქტიურად იყავით ჩართული ამ 4 წლის განმავლობაში. მე მახსოვს, რომ ერთი პერიოდი საერთოდ თავსაც იკავებდით მედიასთან ამ თემაზე საუბრისგან, რადგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტეთ, მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. რას გიხსნით თქვენ გამოძიება? აი თუ ქონიათ ბოლო პერიოდში კონტაქტი მათთან, ურთიერთობა, თუ განსხვავებული არის ვერსია, თუ როგორც თქვენ ბრძანეთ, მოკლულია და ამას ადასტურებს თუნდაც ის ახალი მტკიცებულებები და არა მხოლოდ, რატომ გაიჭედა გამოძიება? აი ეს კითხვა თქვენ დაგისვამთ მათთვის, მით უმეტეს თქვენ დეპუტატი ბრძანდებოდი და სულიად უფლებამოსილი იყავით, არა მხოლოდ როგორც ძმის საქმე, არამედ როგორც ყველაზე ერთ-ერთი ცნობილი და გახმაურებული საქმე ამ ქვეყანაში, როგორც დეპუტატს ამასთან დაკავშირებით დაგესვათ შეკითხვები გამოძიებასთან. გამოძიებასთან მაქვს ინგა მუდმივი კონტაქტი, იმის და მიუხედავად ეხლაც მაქვს კონტაქტი, აღარ ვარ დეპუტატი, ზუსტად ისეთივე კონტაქტი მაქვს, როგორც ადრე მქონდა. მუდმივად ვიღებ ინფორმაციას, ეგეთ შეკითხვა ნამდვილად არ დამისვამს, იმიტომ რომ გამოძიების პროცესი გაჭედილი არ არის. გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ ჯერჯერობით ახლა შეიძლება ეს ადამიანებისთვის გამაღიზიანებელიც კი არის, რომ საუბრობთ იმაზე, რომ გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ არის თავის ტექნიკური სირთულეები ახლავს, ერთ-ერთი მთავარი სირთულე ის არის, რომ ეს საქმე არის ხანდაზმული, დიდი ხნის წინათ მომხდარი, ხდებოდა მტკიცებულებების განადგურება, ფალსიფიცირება, ეს დადასტურებულია დოკუმენტურად. ეს ბუნებრივია, ართულებს გამოძიების პროცესს. მაგრამ გამოძიების პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიურად. პროკურატურა მუშაობს, მე ეს ინფორმაცია მაქვს და შესაბამისად იმიტომ არ ვაკეთებ არანაირ განცხადებებს და ეხლაც ამ დღევანდელი ჩემი განცხადებები, გუშინდელი განცხადებები გამოწვეულია მხოლოდ იმ civilკივილისგან, რაც ატეხილია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს და მათი ოფისიდან, თორემ ნამდვილად არ ვაპირებდი მე ამ საქმეზე ჯერჯერობით საერთოდ საუბრს. მე დაახლოებით გიცნობ და ვიცი თქვენთან ურთიერთობა ეთერში საზოგადოებისთვის მცირე განმარტებები გავაკეთე. რისი თქმაც არ მიგაჩნიათ საჭიროდ იმას მაინც ვერ გათქმევინებ, დაახლოებით ვიცით რა დოზით შეიძლება თქვენგან ეხა მივიღო ინფორმაცია, მაგრამ კიდევ დაგისვავ თქვენი ნებართვით ორიოდე შეკითხვას, თქვენ გადასაუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ეს იყო მკვლელობა, ვინ მოკლა მას ზურაბ ჟვანია, თქვენთვის პასუხი დღეს, როდესაც არის დღევანდელი დღე, რა პასუხი გაქვთ თქვენ თვითონ საკუთარი თავისთვის, თუ ამბობთ, რომ იგი არის მოკლული, მას ვინ მოკლა ზურაბ ჟვანია? ინგა, დღეს რომ მე განვაცხადო, ვინ მოკლა ზურაბ ჟვანია, ეს ნიშნავს, რომ საქმე არის გახსნილი და დასრულებულია და მაშინ დაზე ვსაუბრობთ, ხო? საქმე არ არის გახსნილი და ახლა მე ვერავის სანამ ხარი მტკიცებულება არ მექნება და დაწმუნებული არ ვიქნები, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაედინა ეს დანაშაული, ხელს ვერავის ვერ დავატებ, ხო? ამიტომ ველოდები გამოძიების სულელობას, გამოძიების პროცესს. როგორც კი დასრულდება გამოძიება, მეც არ მომიწევს ალბათ მაგას საუბარი, გამოძიება თვითონ ისაუბრებს. აი ეს გამოძიების გაწევა აჩენს ძალიან ბევრ ადამიანში შეკითხვას, თქვენ ახსენეთ, რომ არ მეცნო ჩემი სიტყვები კვირის პალიტრასთან ინტერვიუში, გამოძიების პროცესში ინფორმაციამ გაჟონა, გულისხმობ თუნდაც იმ გახმაურებულ პირს, რომელიც ჰაკიმ-ფაშას სახელით გავრცელდა. ახლაც გეთანხმებით, ეს იყო ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომ ეს პირი, რომელიც ბევრად ადრე იყო ცნობილი ჩვენთან, ვიდრე ის აღმოჩნდა, მე არ ვიცი, რაც დასაშვალებებით აღმოჩნდა ის ინტერნეტში, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის. ეჭვირაზე გაქვთ რა საშუალებები და რა? არ ვიცი, ეს ამ ჰაკიმ-ფაშას ფიქრზე მაქვს საუბარი. ხო, მე
მეც ამას გეკითხებით, ანუ ვისაწყობდა თქო ამისი გავრცელება, თუ კი მით უმეტეს ინფორმაციის გაშონვას. ზუსტად მაგას მოყვა მე ძალიან ბევრი ხმაური, ძალიან ბევრი სპეკულაცია, რომ გამოძიების პროცესისთვის ეს სასარგებლო არ იყო, შემიძლია გითხრათ ცალსახად, რომ ეს არ იყო გამოძიების პროცესისთვის სასარგებლო, ამ ფირზე ბევრად ადრე მქონდა ინფორმაცია, კი ეს ფირი ბევრად ადრე მქონდა ნანახი და რაზოსაც არ მიხსენებია და არ მისაუბრია სანამ არ გაჩნდა ის ინტერნეტ სივრცეში ამ ფირის ნაწილი, ასე ვთქვათ, ამ ნაკრები ამ ფირი. ბატონო გოგლა და კიდევ ხდება სამწუხაროდ ეგეთი რაღაცები, რატო ხდება მე ვერ გეტყვით ახლა. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ ასე ვთქვათ, დაინტერესებული მხარე გულხელდაკრეფილი არძის ის მხარე, რომელიც ცდილობს, რომ გამოძიება წავიდეს არასწორი გზით, ან საერთოდ ვერ მივიდეს ლოგიკურ შედეგამდე, ეს ადამიანები გულხელდაკრეფილი აცხედან და ყველა თავის რესურსს იყენებენ. მათ შორის ადამიანურ რესურსს, რომელიც არ გამოურიცხავ და შიგნით პროკურატურაშიც ხავდათ. ბატონო გოგა, აი მე ერთი განცხადება მინდა თქვენ შეგახსენოთ 6 თვის წინ Facebook Live-ისას ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასეთი რამ თქვა: ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დაბრალება იყო სრული სისულელე. არავინ არ მოგყვებათ ამ ლოგიკაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, იგივე პოლიტიკური გუნდისგან, დღესაც ანუ კიდევ გაკეთდა განცხადება, რომ ამით მხოლოდ სპეკულირება ხდებოდაო. რა არის თქვენი სათქმელი დღეს, მაგალითად იგივე ამ განცხადების ავტორისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც თქვა, რომ ჟვანიას მკვლელობის დაბრალება იყო სრული სისულელე. მიხეილ სააკაშვილის განცხადების უდიდესი ნაწილი არის თავიდან ბოლომდე ტყუილი. ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება. მე არ მგონია, რომ მჭირდებოდეს ახლა საზოგადოებასთან რაღაც დამატებითი განმარტებები სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს ადამიანი 9 წელი ამ ხელისუფლებაში გვატყუებდა, მე ახლა ოპოზიციაში გადაბარგდა და უკრაინაში გადაბა, იქიდან ნატყუებს ადამიანებს, შედეგს მისი ლაპარაკი არ ახსევს. მადლობა ღმერთს, ჩვენი ასე ვთქვათ, უახლოესი ისტორია გვაჩვენებს, რომ მათი ასე ვთქვათ, ცრუ პროპაგანდა შედეგს ვერ აღწევს. ამაზე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. საგანოეთ დავამატებ, სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც 8 აგვისტოს ტრაგედიის შემდეგ თბილისში გამარჯვების აღლუმი ჩაატარა კატასტროფის შემდეგ და საერთოდ რაზე უნდა რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო. სააკაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ადამიანი, რაც კი ყოფილა ქართულ პოლიტიკაში თავის ყველა მოქმედებებით და თავის განცხადებით. ბატონო გოგლა და ბოლოს ექსკუმაციის საკითხი, ცხედრის ექსკუმაციის საკითხი კვლავ დგას დღის წესრიგში, ჩვენ ამაზე გვისაუბრია არაერთხელ პირდაპირ ეთერში. რა სიტყვით, ანუ გამოძიება ამბობთ, რომ მიდის ჯერ კიდევ და მივა ბოლომდე და ეს თემა ამოვარდა თუ ისევ იგეგმება, არის ისევ დღის წესრიგში? არა, აქტუალური არის ეს თემა, დღის წესრიგში დგას. თუმცა ექსგუმაცია ალბათ აუცილებელი იქნება უცხოელი ექსპერტების თანდასწრებით, რაც ტექნიკურად გარკვეულ სირთულეებს იწვევს. მადლობა, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად მომივალთ ექსგუმაციამდე. დიდი მადლობა ინგა. მადლობა, წარმატება მინდა გისურვოთ და ბატონო გოგლა, ბევრჯერ გაგვიშუქებია და ალბათ ყოველი ახალი დეტალის გაჟღერებისას ჩვენ ყოველთვის გავაშუქებთ ამ საქმეს, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხმაურიანი ამბავი, რომელზეც პასუხები როგორც ძმას და ოჯახს ამ წუთამდე არ მიუღია და ამბობთ, რომ ეს იყო მკვლელობა და არა ის ვერსია, რომელიც თავის დროზე დაიდო. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა. გოგლა ჟვანია რუსთავიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მაშასე ზურაბ ჟვანიას ძმა ამბობს, რომ მისთვის არაფერი იცვლება იმით, რა გადაწყვეტილება გამოიტანა რომელიმე სასამართლომ, თუნდაც სამივე ინსტანციამ, ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმესთან დაკავშირებით. ახლა კი გადავდივარ ელენე თევდორაძესთან, ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, მადლობა ქალბატონო ლენა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მაინტერესებს აი დღევანდელი გადასახედიდან რა სიტყვით თქვენ მოისმენდით ალბათ ეხლა რა განცხადებებიც გააკეთა გოგლა ჟვანიამ. ის ამბობს, რომ ზურაბ ჟვანი არის მოკლული, ის ამბობს, რომ მისთვის ექსპერტი ლევან ჩაჩუას თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები არაფერს ცვლის ამ საქმეში. რა არის დღეს თქვენი სათქმელი? პირველ რიგში მოგესალმები მაყურებელს. ინგა მე მაშინ ცოტა სხვანაირად აი ახლა დავაყენებ საკითხს. თქვენ გახსოვთ და საზოგადოებას ახსოვს, რომ ამ ექსპერტიზაში იყო ჩართული ახალგაზრდა კიდე ერთი ექსპერტი. მე გვარი დამავიწყდა მისი, რომელიც მერე თავი მოიკლა. ლევან სამხარაულზე გაქვთ საუბარი, ქალბატონო ელენე? აი, დიახ. აი ნახეთ რა მოხდა. აი მოდით აი ეს უცნაური სიკვდილით დადგა ლევან სამხარაულის შემთხვევაში და ამაზე არაერთ ხელმისაწვდომია მედიაში, არაერთ ჟურნალისტ და პოლიტიკოსი. დიახ, მაგრამ ნახეთ მე რაზე გავაკეთებ ახლა აქცენტს. სამხარაული როცა აი მოხდა აი ამ ექსპერტიზის დასკვნა, ის ამაში იყო ჩართული. რამდენიმე დღის შემდეგ ის სასწრაფოდ იყო გადაყვანილი პრეზიდენტის რეზიდენციაში და იქ დაიწყო მუშაობა ზუსტად იმ განყოფილებაში, რომელიც მუშაობდა შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე მე გავეცანი ეს ახალგაზრდა, რომელიც ძალიან ჩაკეტილი ბუნების ადამიანი იყო და ის ესე იგი გვიმზადებდა ერთ-ერთ სხდომას და 2 დღით ადრე ამ სხდომამდე მან თავი მოიკლა. ესე იგი არავინ არ დაინტერესდა აი ამ ფაქტით, რატომ მოხდა ამ ბიჭის თვითმკვლელობა, რატომ მოხდა რომ ის ასე სწრაფად იყო გადაყვანილი იმ სამსახურიდან პრეზიდენტის რეზიდენციაში სამუშაოდ. მე ეს საკითხი ძალიან მაინტერესებს და შეიძლება პროკურატურაც დაინტერესდეს, შეისწავლოს რა პირობებში, რატომ იყო გადაყვანილი და რატომ მან მოიკლა თავი. თქვენ გააქვთ ამ ეჭვზე და ამ შეკითხვაზე პასუხი, ქალბატონო ელენე, აი რა არის დღეს თქვენი ვერსია? მითხარით ყველა იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც თქვენს ხელში გაუვლია, რასაც თქვენ ფლობთ, ანუ დღეს 2016 წელია 5 დეკემბერი, იმ დროიდან დღემდე რა ვერსია დაგიგროვდათ, რა ვერსია ჩამოგიყალიბდათ 2005 წლის 3 თებერვლიდან 2016 წლის 5 დეკემბრამდე. ინგა მე არ ვცვლი ჩემ პოზიციას. მე ვიყავი ის პირველი ადამიანი, რომელიც გამოთქვა ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანია არ მოკვდა იმ მიზეზის გამო, რომელიც ასე სწრაფად 2 საათში მისი სიკვდილის შემდეგ, მისი და იუსუპოვის შემდეგ იყო განცხადებული ტელევიზიით, უაპელაციოდ. აქედან გამომდინარე, ეს იმ მომენტშიც უკვე მე მქონდა სერიოზული ეჭვი და როცა მე მივედი საავადმყოფოში, პროსექტურაში არ შემიშვეს. აი ამაშია საქმე. და აქედან გამომდინარე მე არა ვარ ჩართული არც გამოძიებაში, არც ღრმად ვიცი საქმე, რაც ახლა არის პროკურატურაში, მაგრამ მე მაქვს ჩემი პოზიციები, ჩემი ხედვა ამის მიმართ, ამ საქმის მიმართ. პირველი და რაც მთავარი, იყო ჩამოსული ფბР-ის წარმომადგენლობა, ხო? ისინი ჩაატარეს ექსპერტიზა. რა წერია დასკვნაში, რომ იმ გაზის რაოდენობით, რომელიც თითქოს, თქვათ რომ გაჟონა, სიკვდილი არ დადგებოდა. ჩემთვის ეს ძალიან სერიოზული ფაქტია. ეს არ არის ჩვენი გამომძიებლის, ჩვენი ექსპერტების დასკვნა. მათი ინტერესი იყო დადგენა სიმართლის. ეს იყო სიმართლე. ეს ორი მნიშვნელოვანი მომენტია, რაც მე
უკვე აღნიშნე. გარდა ამისა, მე ბატონ ზურაბთან არაერთხელ ყოფილვარ საზღვარგარეთ მივლინებებში. მე ვიცი რომ რა ფრთხილი იყო ის საჭმელების მიმართ. ის იყო ერთი მხრივ გურმანი, მაგრამ იყო ძალიან ფრთხილი, იმიტომ რომ მას ჰქონდა ალერგიული მოვლენები. მე ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ის მაგიდა, რომელიც იყო გაშლილი გაზეთზე, აი ეს ძეხვი, რომელიც იდო და ასე შემდეგ, ეს იყო ზურა ჟვანიას, ასე ვთქვათ, მირთმევა საჭმელის. გამორიცხულია ეს. და ბოლოს იუსუფოვი, რომელიც იმ ესე იგი დღეს ჩემთან იყო კაბინეტში მოსული. მაგი იყო მისული ზურა ჟვანიასთან, რადგანაც იგეგმებოდა მისი გადასვლა მინისტრთა კაბინეტში მუშაობისა, იქედან ის მოვიდა ჩემთან სხვა საქმეზე, უბრალოდ იმიტომ რომ ვიღაცის შეწყალებაზე მელაპარაკებოდა, ამიხსენით, თუ ის იყო ზურა ჟვანიასთან და იქ იყო მოლაპარაკება და მან ეს მითხრა, რომ ყველაფერი ესე იგი გადაწყდა და ის დაიწყებს იქ მუშაობას, რატო შეხდებოდა ის საღამოს კიდევ ერთხელ ზურა ჟვანიასთან. და ბოლოს, იმ მომენტში, იმ დღეს, როცა ბატონი ზურაბი აღარ დახვდა, ასე ვთქვათ, ცოცხალი, მაგი დიეტაზე იყო, დიეტაზე. იმიტომ რომ მე ქალბატონმა რემამ მითხრა, რომ ის მოვიდა სახლში, სადღაც ეჩქარებოდა. მან ესე იგი დედამ შესთავაზა საჭმელი, მან თქვა არაფერი არ მინდა, კამპოტის წვენიც დალია და წავიდა. აი ეს ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, მე დღესაც არა ვარ, ну როგორ გითხრათ, მე არ შემიძლია არც ერთის დარწმუნება და არც მეორეს, მაგრამ მე მაქვს ჩამოყალიბებული ჩემი აზრი, რომ ზურა ჟვანია ნამდვილად არ გაიგო და მე გაცადეთ ქალბატონო ელენე, მე გაცადეთ ბოლომდე რომ თქვენი სათქმელი გეთქვათ. პირველი რაც თქვენ დასვით საკითხი, რომ ახალგაზრდა კაცმა რომელმაც თავი მოიკლა. აქ არის უზუსტობა, ანუ ლევან სამხარაული მოკლეს, ანუ მე ბოლომდე გაცდიდით მინდოდა რომ საზოგადოებას მოესმინა თქვენი არგუმენტები. ხო, არ ვიცი, არ მახსოვს მე. რატომაც თქვენ გიჩნდებათ ეს ეჭვები. ლევან სამხარაული მოკლეს და შემდეგ იყო ასე საქმე, რომ მკვლელმა მოიკლა თავი. ეს არის პირველი, რაც თქვენს მიერ დასახელებული პირველი არგუმენტის საწინააღმდეგოა. ფაქტია, მას თავი არ მოუკლავს. ანუ თქვენი დანარჩენ მოკლეს. დიახ, ანუ ამ მკვლელობაში ეჭვს ხედავთ თქვენ, ანუ ეჭვის საფუძველს გაძლევთ ეს ფაქტი, რომ სამხარაული მოკლეს. რა თქმა უნდა. გავიგებ. მე ერთი კითხვა მინდა რომ ჯერეთი ეჭვი არის დასრულეთ და მე გკითხავთ. ეჭვი ესე იგი ეჭვი არის რატომ იყო სასწრაფოდ იქედან გადაყვანილი რეზიდენციაში სამუშაოდ იმ განყოფილებაში, რომელიც აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მუშაობდა, ვიდრე ის საექსპერტო საქმე. ეს ერთი ну შევწით მე რატომღაც ასე მახსოვდა თითქოს დიდი ხანი გავიდა მოკლეს რატომ მოკლეს გაირკვა ვინ მოკლა რატომ მოკლეს ქალბატონო ელენე, ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. ზურაბ ჟვანიას საქმეზე მუდმივად იყო უკვე ახალი ხელისუფლების რაღა ახალია მეორევადით აირჩიეს, მაგრამ ანუ ოცნების ხელისუფლების მოსვლის პირველივე წუთებიდან ანონსი კეთდებოდა, რომ დაიდებოდა განსხვავებული ვერსია. მე ბევრჯერ გამიშუქებია ეს თემა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვიცი იქ არსებობდა რაღაც ახალი მტკიცებულებები, სულ გვესმოდა განცხადებები, რომ აი დღეს არა და ხვალ გაიხსნება და საზოგადოება გაიგებს სულ სხვა სიმართლეს. აი როგორ ფიქრობთ მაშინ დღეს 2012 წლიდან მოყოლებული დღეს 2016 წლის 5 დეკემბრამდე რატომ ვერ გაიგო მაშინ საზოგადოებამ სხვა სიმართლე და რატომ გამოძიებამ ვერ დადო ის განსხვავებული ვერსია, რომელზეც ანონსი კეთდებოდა? ინგა, მოდი ასე ვთქვათ. არც თქვენ და არც მე არ განიცხადებია, რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება.
კბილაშვილისგან გავიგებ. დიახ, კბილაშვილისგან დიახ, მე მახსოვს, მე პირდაპირ შევეკითხე, ერთ-ერთ შეხვედრაზე პირდაპირ შევეკითხე, გაიხსნება თუ არა ეს საქმე. არის თუ არა მტკიცებულებები, რომელიც გააბათილებს აი ამ ძირითად ვერსიას. მან მითხრა კი და ეს არ იყო კერძო საუბარი, ეს იყო პირდაპირ ეთერში. ახლა როცა პროკურორი ამას გენერალური პროკურორი ამას რო გეუბნება, ეჭვი ხო უნდა შეგეპაროს, რომ ნამდვილად რაღაცა ხდება აი ამ საქმეში, მაგრამ მე კიდევ ვამბობ, რომ ადეიშვილი იყო უმაღლესი ხარისხის, ასე ვთქვათ, ოსტატი საქმეების შეკერვისა. უმაღლესი. მე ზურადეიშვილს კიდე პარლამენტიდან ვიცნობ და ძალიან კარგად ვიცნობ კიდევაც. გარდა იმისა, რომ მე როგორც პროკურორთან არაერთი შეხვედრა მქონდა, ხო? მე რა თქმა უნდა საქმე არის შეკერილი არაჩვეულებრივად. მე მესმის სიძნელე პროკურატურის, რომელიც ახლა ცდილობს დაადგინოს სიმართლე. კარგი, თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს განცხადება გააკეთა, რომ კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა ქართული ოცნების ცილისწამებას და მიცვალებული სახელით სპეკულირებას, დადგინდა, რომ ჟვანია საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩვა იყო უდანაშაულო და როგორი დასკვნაც მას ჰქონდა შედგენილი და ექსპერტიზა ჩატარებული, ეს იყო სწორი ივანიშვილის მართლმსაჯულების სისტემამაც კი ვერ მოახერხა სიმართლეს დაპირისპირებოდა. ანუ ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ და მათ ლოგიკაში თუ გავყვებით, ეს ნამდვილად წლების მერე უკვე ყველას უჩნდება ეს კითხვა, ხო? თუ იყო რაიმე, რატომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა ამ ახალი ამბის გაჟღერება საზოგადოებისთვის იმის თქმა, მას ვინ მოკლა ზურაბ ჟვანია. ანუ თქვენ თავად რა სიტყვით, აი რამე კითხვა არ გაგიჩნდათ მაშინ, თუ კი კბილაშვილი ამბობდა, გეუბნებოდათ, ყველას გეუბნებოდნენ, რომ დაიდებოდა ეს საქმე, გახსნილად გამოცხადდებოდა. დიახ. ინგა, ახლა რომ მიუბრუნდეთ ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, განცხადებას. ჯერთი მე ძალიან მიხარია, როცა უდანაშაულო ადამიანი მართლდება. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ უამრავი პატიმარი, რომელიც იჯდა ნაციონალების დროს ციხეში, უამრავი იყო აბსოლუტურად უდანაშაულო იქ ჩასმული და ამაზე მწყდებოდა გული და ამაზე მტკიოდა გული და ცდილობდი რაღაცის გაკეთება ამ მხრივ. ეს ერთი. გარდა ამისა, მოკლედ რომ მითხრათ ქალბატონოელნედი, გაგვეთიშება ეხა ჩართვა და ამიტომ იქნებ ჩავატი. დიახ, ახლა დავამთავრებ. მე კიდევ ერთხელ მე არ ვედავები არც ნაციონალებს ამ დროს, არც არავის. მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ და მე ნამდვილად არაერთხელ თქვი და კიდევ ერთხელ ვამბობ. მე არ მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ არ გავიგო საბოლოო სიმართლე. მადლობა. მე წარმატება მინდა გისურვოთ და მადლობა გადაგიხადოთ, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ელენე თევდორაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი იყო ეხა ჩვენთან პირდაპირ ეთერში. დავბრუნდებით უკვე რეკლამის შემდეგ და შემდეგ სტუმართან, პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, თამარ ჩუგოშვილთან ცხადია მე საუბარს დავიწყებ ამ შეკითხვით. დაანონსებული საქმე, რომელსაც როგორც გვეუბნებოდნენ თავის დროზე, საზოგადოებას დაუდებდნენ, საიდანაც გაირკვეოდა სულ სხვა სიმართლე ზურაბ ჟვანიას თემასთან დაკავშირებით. რატომ მოხდა ისე, რომ 2012 წლიდან დღემდე არაფერი ამის შესახებ საზოგადოებამ არ იცის. დავბრუნდებით თამარ ჩუგოშვილთან ერთად.